სოფელ კურსებში მეწყერის ჩამოწოლიდან 9 დღე გავიდა. ადგილობრივები კვლავ ელოდებიან გეოლოგების დასკვნას. როგორც მარიამ ბეროძე სოციალურ ქსელში წერს, მათ სახელმწიფოსგან ერთჯერადი დახმარება ჩაერიცხათ, ასევე არიან ბინების ქირით მოძიების პროცესში, თუმცა ვის რა თანხა დაუფინანსდება მათთვის უცნობია. მოქალაქეები ასევე მოითხოვენ საკუთარ სახლებში შესვლის უფლება მისცენ. ერთჯერადი დახმარების თანხა ჩაგვერიცხა გუშინ ანგალიშზე 500 ლარი. ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით. ბინის მეპატრონეს დოკუმენტები გამოვართვი და შტაბში მივიტანე, რომ როგორმე მალე მოგვარდეს ეს საკითხიც და მალე გადავიდეთ ქირით. 1100 ლარი ღირს ეს კონკრეტული ბინა, თუმცა რამდენი დაფინანსდება და რამდენი გვექნება ჩვენი დასამატებელი, ეგ ჯერ არ ვიცი. სახლში შესვლის ნებართვა ვითხოვეთ, სანამ დგას და სანამ დაინგრევა, ნივთების გამოტანა გვინდა, მაგრამ ისევ უარი გვითხრეს. სამხრაულიდან ელოდებიან ვიღაც ექსპერტს, ვინც ნაგებობების მდგომარეობა უნდა შეაფასოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება სახლში შესვლა. რავი, ამასობაში თუ არ წამოიღო კიდევ რამე. უფრო და უფრო მეც საუბრობენ ქვის კარიერებზე, რომელიც ჩემს სოფელში საკმაოდ ბევრია. ყოველდღე მახსენდება სკოლის პერიოდში რამდენჯერ აუფეთქებიათ ეგ ქვები და რამდენჯერ ზანზარებდა ხოლმე ჩემი სახლი. თუმცა რეალური მიზეზი ამ მეწყერის ჯერ კიდევ არ ვიცით, ჯერ კიდევ გეოლოგების დასკვნას ველოდებით. როგორც გვეუბნებიან, ზარალი ინდივიდუალურად დაითვლება და ინდივიდუალურად შეფასდება ანაზღაურების ნაწილიც. სავარაუდოდ ეს უკვე ნიშნავს, რომ ეკომიგრანტებად არ დაგვარეგისტრირებენ და 30,000 ლარის იმედად არ დავრჩებით. ამაზე საუბარი არ ყოფილა. ვნახოთ რა იქნება. შტაბში ვინც გვხვდება ადგილობრივები არიან და ძალიან ყურადღებიანი ხალხია მართლა. თუმცა ამათ იქით ვინც წყვეტს საკითხებს, ალბათ მათზე იქნება დამოკიდებული რა მოგველის და რამდენად სწრაფად წავა პროცესი. წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო განცხადებით სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს. დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი განერაციის დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი. ცნობისათვის სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს გამთენიისას ჩამოწვა, დაზიანებულია 58 ჰექტარი ფართობის მიწა. მეწყერმა 15-მდე სახლი მოიყოლა. სოფლიდან მაშველებმა 45 ოჯახი უვნებლად გამოიყვანეს, საბედნიეროდ არავინ შავებულა. ადგილობრივები ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში იმყოფებიან. ოჯახები გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რომელიც როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს.